სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმენისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ძალიან საყურადღებო სიტყვები წავიკითხეთ 60-ულოდან რომაელთა მიმართ მეხუთე თავიდან პირველივე მუხლია და სიტყვები ასეთია პავლე მოციქულის. და რადგანაც რწმენით ვართ გამართლებულნი და მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ და გრძელდება ტექსტი. ასეთი ტექსტი დაახლოებით შინაარსობრივად ჩვენ ხშირად ხვდება რომაელთა და კიდე სხვა ეპისტოლეებში. რატოა საყურადღებო და მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი. ესე იგი, პავლე მოციქული რას ამბობს? რადგანაც რწმენით ვართ გამართლებულნი, ესე იგი, რწმენით ვართ გამართლებულნი და შედეგად გვაქვს მშვიდობა ჩვენ ღმერთთან. ანუ ჩვენსა და ჩვენს ღმერთს შორის რწმენის გამო რო გვაქვს რწმენა. მშვიდობა გვაქვს. და ეს ვინ მოგვიტანა? ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. რატოა მნიშვნელოვანი ეს? ამას თუ სწორი განმარტება არ მიეცა, პროტესტანტული მიმართულებით წავალთ, რაც დღესაც აქტუალურია, როგორც ხედავთ საზოგადოებაში და ხალხი ვეღარ ერკვევა ვინ არის, როგორ არის, რანაირად უნდა გაიგოს ადამიანმა ეს მუხლები წმინდა წერილიდან. ეხლა, რადგანაც მე ვლაპარაკობ, ის არის ჭეშმარიტება არის თქო, ამას ვერ ვიტყვი ჩვენ. აბა რა არის მაშინ ჭეშმარიტება? რასთან დაკავშირებით არის ჩვენი სიტყვა ჭეშმარიტი მაშინ? ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს. საერთოდ, როდესაც ადამიანს ჩვენ ვესაუბრებით, ვინც არ უნდა იყოს, ეს კათოლიკე იქნება, პროტესტანტი იქნება, ეს იქნება სხვადასხვა სექტანტი თუ სხვა, უნდა გავარკვიოთ ერთი რამ. ერთი კრიტერიუმია შეფასებისა აქ. შენ რასაც ლაპარაკობ, პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მე-21 საუკუნემდე ლაპარაკობ და ვინმე ამას? კაი, ბიბლია რო ესე ამბობს კი, მაგრამ ამ მუხლებს შენ რო ასე მარტავ, ვინმე შენამდე პირველ, მეორე, მესამე საუკუნეში რო კითხულობდა იმავე წმინდა წერილს, ვინმე ასე მარტავდა? და ადამიანი ამბობს, ყველა შემთხვევაში იტყვის. ეს არის შემფასებლური შკალა, რასაც ქვია. ის ამბობს, მე არ მაინტერესებს ეს როგორ იგებდნენ, მე ვიცი წმინდა წერილი და ასე შემდეგ. აქ უნდა დასრულდეს ჩვენსა და მის შორის ურთიერთობა. იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ფასეულობებზე საუბრობთ. პროტესტანტული აზროვნება იწყება მე-16 საუკუნიდან. მანამდე ამბობენ, იყო უხილავი ტაძარი, უკაცრავად, ეკლესია უხილავი იყო, სტომილებაში იყო ყველაფერი. და მარტინ ლუთერმა გამოაღვიძა ეს მე-16 საუკუნეში და ჩამოყალიბდა ხილული ეკლესია ჩვენი. 50-იანელები, ბაპტისტები და ასე შემდეგ უამრავი დაყოფა. აი პავლე მოციქულის აშკარა სიტყვები. ჩვენ ვართ გამართლებულნი რწმენით და მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალ იესო ქრისტეს მიერ, ანუ მისი დამსახურებით გვაქვს ეს მშვიდობა. ჩვენით კი არა. მისი დამსახურებით. რთული ადგილია. ვინც პატრისტიკას არ იცნობს, პატრისტიკა არის მამათა სწავლება. მართლმადიდებლობა არის მამათა, როგორც სამოციქულო, ასევე მამათა სწავლების
მქონე, ამიტომ ვარ ჩვენ მართლმადიდებლები. კრიტერიუმი ეს არის ჩვენი შეფასებისა. მღვდელი ან რომელიმე ერისკაცი, როდესაც წმინდა წერილზე საუბრობს, იმით ფასობს მხოლოდ თუ კი წმინდა მამებიდან საუბრობს. მე მინდა და მე გამომეცხადა და მე ხილვა მქონდა კი არა. შენ უნდა ლაპარაკობდე წმინდა მამების განმარტების თანახმად. ეს მუხლი იქნება სახარებისეული, პავლე მოციქულისა, ურთულესი, თუ კიდე სხვა ტრადიციული ჩვენთვის წმინდა წერილისეული წიგნებიდან. საიდან როგორი მდგომარეობაა ზოგადად ეს პროტესტანტებზე ვთქვი ჩვენ, მაგრამ საიდან წამოვიდა ეს პროტესტანტული ხედვა ამ ეს ვთქვათ რწმენით გამართლებასთან დაკავშირებით. ისინი პირდაპირ გაუნა რწმენა არის კრიტერიუმი ყველაფრისა. საქმეების საჭირო არ არის, იმიტომ რწმენით გავმართლი ჩვენ. აგერ პავლე მოციქულთან წერია. მორჩა, მეტი განმარტება, მეტი ჭკუ არ აჭირდება ამას. მათი თქმით. მაგრამ ჩვენ მეკითხებით კიდევ ერთხელ. შენ რასაც ლაპარაკობ, რომელიც წმინდანი ამბობს ამას. ვითხარი. წმინდა მაქსიმი ამსარებელი ამბობს, წმინდა დამასკელი ამბობს, გრიგოლ ღვთისმეტყველო, ვინ იოანე სინელი ვინ ამბობს ამას? არა, ნუ ბიბლია ესე ლაპარაკობს. ეს არის ლიტონის სიტყვები. ესეთ კაცს არაფერი არასოდეს არ დაეჯერება, როგორი გარეგნული განათლებაც არ უნდა ქონდეს მას წარმოჩენილი ჩვენ წინაშე. ეს არის პირ წავარდნილი პროტესტანტობა. მაგრამ საიდან წარმოიშვა ეს გაგება ასეთი პროტესტანტული? კათოლიციზმისგან წარმოიშვა. კათოლიკებს ეს დიდი ისტორიები ამას ვერ მოვყვებით, მაგრამ ძალიან ზოგადად რომ შინაარსობრივად დავყოთ და გავიგოთ. კათოლიციზმი, როდესაც გამოეყო მართლმადიდებლურ სწავლებას და ეკლესიას, ეს არის მე-11 საუკუნე, შემდგომ ყალიბდება ასეთი სწავლება პროტესტანტობაში ინდულგენციების შესახებ. იცით ეს ტერმინი, უხეშად რო ვთქვათ, ფულით ყიდვა ცხონებისა, ან ფულით ყიდვა კეთილის საქმეებისა. კათოლიკური სწავლების თანახმად, მათი დოგმატია ეს, როდესაც ადამი დაეცა, მან ღმერთი განარისხა პირდაპირ მნიშვნელობით. ისე კი არა მეტაფორულად, როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი განრისხდა ჩემზე, ესე კი არა, პირდაპირ მნიშვნელობით. ამიტომ მამა ღმერთი იყო განრისხებული კაცობრიობაზე, ვიდრე ქრისტემდე. ქრისტემ მოიტანა მსხვერპლი, დააკმაყოფილა მამის მრისხანება, satisfactio ესეთი ლათინური სიტყვა და საქმე აღასრულა, ესე იგი მისა თავისი თავი. შესაბამისად კათოლიკები ამბობენ, ჩვენი ვალდებულება თითოეული კათოლიკისა მათი გაგებით არის ერთადერთი, რაც შეგვიძლია მეტად დავაკმაყოფილოთ მამა ღმერთის მრისხანება. ქრისტემ ზოგადი გამოსყიდვა კი მოახდინა, მაგრამ მე როცოდვას ჩავდივარ, ამბობს კათოლიკემ მრევლის წევრი, მე ამით ღმერთს განვარისხებ. ამიტომაც რომ დავაკმაყოფილო იგი მისი მრისხანება, მე უნდა დავაგროვო კეთილის საქმეები. პირდაპირ მნიშვნელობით უნდა დავაგროვო კეთილის საქმეები. ეს ლოცვითი საქმეები იქნება, მოწყალებითი საქმეები იქნება თუ სხვადასხვა, პირდაპირ როგორც აგური ედება აგურს და შენდება შენობა, ასე აგროვებენ კათოლიკები დღესაც ამ კეთილ საქმეებს. ესე კეთილის საქმეებით ხდება ჩემი აწონ-დაწონვა ღვთის წინაშე. მაგრამ თუ არ მეყო, აი ადამიანმაც ჩაიდინა ცოდვა,
მღვდელმა უთხრა ააშენე ეკლესია და გეპატიება ეს დაკმაყოფილების საპირწონია ესე ვთქვათ. გააჩნია როგორი ცოდვა გაქვს. მაგალითად თუ შეიგინე 200 უფალო შეგვიწყალი უნდა თქვა და თუ გადაწონის მაშინ ეს ვთქვათ გაბათილებული გაქვს ეს ცოდვა კათოლიკური სწავლებით. ისე კეთილის საქმების მოგროვება ხდება. მაგრამ ადამიანმა ვერ მოასწრო დაუშვათ აღსარება უთხრა კათოლიკე მღვდელს და მისა სატისფაქციო ანუ დაკმაყოფილების საშუალება რომ ღმერთი დაეკმაყოფილებინა, მაგრამ ვერ მოასწრო გარდაიცვალა. მაშინ რა ხდება? მაშინ მიდის ჯოჯოხეთში, უпроსტად განსაცმენდელში. მაგრამ იქაც დღეებია, ეს დიდი ამბებია, მაგრამ ძალიან ზოგადად. ხიდულობს მისი ახლობელი ინდულგენციას. ეს არის შემოკლებითი დღეები განსაცმენდელში. განსაცმენდელიდან არასოდეს აღარ მიდის ჯოჯოხეთში ადამიანი. განსაცმენდელი იმიტოა რომ განიწმინდოს, პირდაპირ 60-ში მიდის. მაგრამ რითი ცხონდება, კი არ ცხონდება მათი გაგებით. რითი იმკვიდრებს ღვთის სასუფეველს. კეთილის საქმეებით, რომელიც დააგროვებს სხვებმა. ფრანჩესკო ასიზელმა, ტერეზამ და მათი წმინდანები ვინც არიან. ეს ინდულგენცია არის ეკვივალენტი კეთილის საქმეებისა. მე ვიყიდე შენგან, მე არ მყოფნის, ჩემი ცოდვას ვერ გადავფარავ ჩემი საქმეებით, მინდა რომ მომეხმარო. ვყიდულობ რომის პაპისგან ინდულგენციას ან კარდინალისგან, გადავფარე ან ცოტა დამრჩება, იქ რამოდენიმე ხანი დავყოფ განსაცმენდელში და მივდივარ სამოთხეში. ვაჭრობის ამბავი, იურიდიული ამბავი, აშკარა კათოლიციზმისა. მარტინ ლუთერი მე-16 საუკუნეში 1517 წლები გამოდის ასპარეზზე. კათოლიკებია ეს კაცი. ჩავიდა ერთ-ერთ ადგილას და იქ არის გაქანებული ვაჭრობა ამ ინდულგენციებით. ამით ააშენეს რომის საღდარი და ეს კაპელები და ასე შემდეგ. და ხედავს რომ ეს ამბავი ხდება იქ. რამოდენიმე ხანში აქვეყნებს თეზისებს ინდულგენციების წინააღმდეგ, სადაც არის პირდაპირ მითითება. ვინ განსაზღვრა რამდენი კეთილის საქმე უნდა დავაგროვო, რომ გადავრჩე? ვერავინ. თუ ვერავინ ვერ გასაზღვრა, მაშინ მე საქმეები საერთოდ არ მჭირდება. ცელებატი იყო კაცი, მოიყვანს მონაზონ ქალს ცოლად, 6 შვილი გაუჩნდება თამათ. რატო? საქმეები საჭირო არ არის, იმიტომ რომ ვერავინ ვერ განსაზღვრა ეს საქმეების ამბავი. მე არ ვიცი, როდის ცხონებაში ვარ და როდის არა. შესაბამისად, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. იმაზე მეც, რაც ქრისტემ გააკეთა. საჭირო რა არის ჩემგან? საჭირო არის ერთადერთი. მე მწამდეს იესო ქრისტე, როგორც პირადი ჩემი ხსნელი. წამდეს. საქმეების მნიშვნელობა აღარ აქვს საქმეებს. აღარც მონაზნობას აქვს მნიშვნელობა, აღარც რწმენას უკაცრავად, აღარც მარხვას, არაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს. კი, ცუდი კაცი არ უნდა იყო, მაგრამ რწმენა უპირველეს ყოვლისა. მაგრამ რწმენა უპირველეს ყოვლისა რატო თქვა ლუთერმა? იმიტომ რომ გარანტი უნდოდა ცხონებისა. კათოლიციზმი გარანტს ვერ იძლეოდა. და ამან გარანტი მისცა ყველას. გარანტი რა არის? ერთადერთი. წამდეს იესო ქრისტე, როგორც შენი პირადი მხსნელი. მორჩა, ცხონებადი ხარ უკვე. უკვე გამართლებული ხარ. ცხონება ესეთი პროტესტანტული ტერმინი არ არის. გამართლებული ხარ ღვთის წინაშე. აი აქედან მოდის რწმენით გამართლება. სუფთა წმინდა წყლის პროტესტანტობა. იურიდიული დამოკიდებულება ღმერთთან დაკავშირებით. აქაც მე თუ მწამს, შენ უნდა გადამარჩინო. ჩემით კი არა, მე როგორ გადავრჩები. მაგრამ თუ მწამს,
ჩემი ცოდვები ცოდვებად აღარ არის ჩათვლილი. მე უცოდველი ვარ ფაქტობრივად. უგახსნილესი ვარ, მაგრამ ესეთი დამბადე მე შენ. მე ხომ წამხარ შენ ღმერთო. ამბობენ ესენი. და დღესაც ტენდენცია არის ხშირი, რასაც უყურებ, აი ამასთან დაკავშირებული. ეხლა მართლმადიდებლობას როგორ ესმის ეს? მე წავიკითხავ, შინაარსობრივი მოყოლა რო არ მომიხდეს, უბრალოდ წავიკითხავ. ეს გახლავთ, კიდე მეორე ტომი უნდა წამომეღო მე, იმიტომ რომ არ არის საკმარისი, რასაც წავიკითხავ, მაგრამ აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ შინაარსობრივად გეტყვით, შეგიძლიათ თქვენ თვითონ წაიკითხოთ ის, ესე ვთქვათ, შრომები, რომელსაც მართლმადიდებლები ვიყენებ ჩვენ. ფილოკალია. ეს არის 5 ტომეული, ეს არის მეორე ტომი. ფილოკალია რა წიგნია? რატო ავტორიტეტული წიგნია ახლა ეს? 5 წიგნია ეს. მე-4 საუკუნიდან ვიდრე მე-14-მე-15 საუკუნემდე დაწერილი არის შეგროვილია უпростоრად წმინდა მამათა შრომები. ანტონი დიდით იწყება და მთავრდება გრიგოლ პალამას მოწაფეებით. ეს არის მე-14-მე-15 საუკუნე. ესე იგი, თითქმის 10 საუკუნოვანი ტრადიცია მართლმადიდებლობის შეკრებილია ამ წიგნებში. ივანეს სინელს აღარ ვახსენებ და აბა დოროთეს და კიდე სხვა ასკეტ მამებს. ამ ტომებში შესულია უამრავი წმინდანი. როგორც მოგახსენეთ, ანტონი დიდი, მაკარი ეგვიპტელი, უამრავი ასეთი უდიდესი სახელი. აი მე-9 საუკუნის მოძღვარი რას წერს ამ საკითხთან დაკავშირებით და მე გავმართოთ შეძლების დაგვარად. ვინმეს რო აინტერესებდეს იმ წყაროსას მიუთითებ, ეს არის წმინდა თეოდორე ედესელი, მე-9 საუკუნის მოძღვარი, შრომას ქვია ასე, 100 ფრიად სული სარგებელი თავი, მეორე ქვეთავი, გვერდი არის მე-11. აი რას ამბობს მოძღვარი. ისევე როგორც კეთილის საქმე მართალი სარწმუნოების გარეშე აღსრულებული ყოვლითურთ მკვდარია და უმოქმედო, ამგვარადვე რა თქმა უნდა მხოლოდ დღას სარწმუნოებაც სამართლიანობის საქმეთა გარეშე ვერ გამოგვიხსნის ჩვენ საუკუნო ცეცხლისაგან. ვინაიდან უფალი ამბობს, ვისაც ვუყვარვარ მე, იგი დაიცავს ჩემს მცნებებს. ამიტომ თუ კი გვიყვარს უფალი და გვწამს მისი, ვესწრაფოთ მის მცნებათა აღსრულებას, რომ მივაღწიოთ საუკუნო სიცოცხლეს. ეს არის წმინდა თეოდორე ედესელი. გაცილებით უდიდესი მოძღვარი, მასზე დიდი, წმინდა მაქსიმე ამსარებელი. მაქსიმე ამსარებელის ცნობილი შრომიდან 400-ეული სიყვარულის შესახებ. განგებულებითი თავებიც აქვს მაქსიმეს და არის 400-ეული სიყვარულის შესახებ. აი ერთ-ერთი ქვემუხლი შეიძლება ითქვას პირველი ასეულიდან 400-ეული ხო არის და პირველი ასეულიდან 55 თავი გვერდი უпростоრად ქვეთავი არის 39. მაქსიმეზია საუბარი. შენ ნუ იტყვი ლიტონ რწმენას უფალ იესო ქრისტეს მიმართ ძალუს მაცხოვნოს მე, ვინაიდან შეუძლებელია ეს, თუ კი მისდამის სიყვარულსაც არ მოვიპოვებ საქმეთა მიერ. ხოლო რაც შეეხება ლიტონად მორწმუნეობას, თვით ეშმაკებსაც წამთ და ძრწიან. იაკობ მოციქულის მეორე მე-19. მესამე, რომელიც არ წამომიღია, ეს არის პირველ ტომში ოღონდ. იყო ასეთი მონაზონი, მარკოს მონაზონი და შრომა აქვს ფილოკალიაში შემავალი ასეთი დასახელება. ვინც ფიქრობს, რომ საქმეთა მიხედვით ცხონდება. ანუ რას ამბობს წმინდა მოძღვარი?
ვინც ფიქრობს, რომ საქმეთა მიერ ცხონდება, ის შეცდომაშია. და პროტესტანტებმა თუ წაიკითხეს, აგერ ჩვენებური კაცი გამოჩნდა, როგორც იქნა მეხუთე საუკუნეში. მეხუთე საუკუნის მოძღვარია. მაქსიმი არის მეშვიდე, თეოდორე ედესელი არის მეცხრე, მარკოს მონაზონი არის მეხუთე საუკუნის მოძღვარი და შინაარსობრივად ასეთ რამეს ამბობს. როგორც მონა საკუთარი საქმეებით ვერასოდეს ვერ გათავისუფლდება მონობისაგან, ასევე ვართ ჩვენც. ჩვენ მოღვაწეობთ, მაგრამ გათავისუფლება ღვთისგან არის დამოკიდებული ჩემი. მადლია ღვთისა, საჩუქარია ღვთისა ცხონება. მართლმადიდებლობას, ესე იგი, მაშა სადამე როგორ ესმის ეს? საქმეები კი არ აცხოვნებს კაცს და რწმენა კი არ აცხოვნებს კაცს. ცალ-ცალკე აღებული. რწმენა გამოხატული საქმეებში და საქმენი რწმენაში გამოხატული. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, როდესაც მე რწმენა მაქვს ღვთისა, მე საქმეებს რატო ვაკეთებ სიკეთის საქმეებს? აი მაგალითად, რატო უნდა ვიყო კაცთმოყვარე ადამიანი სხვებისადმი? კათოლიკე იტყვის, იმიტომ რომ ეს საქმეა, ეს უნდა დააგროვო, ტყუილია, მარკოზი იტყვის, მონაზონი. სხვა მამებიც იტყვიან, ტყუილია. აბა მაშინ როგორ? შენ კაცთმოყვარეობას რო აკეთებ, სიყვარულს რო გასცემ, მოწყალებას რო გასცემ, სათნოებითი ცხოვრებით თუ არ ცხოვრობ, ანუ შენი თვისება თუ არ ხდება, კაცთმოყვარეობა, მოწყალე თუ არ ხდები შენ თვითონ, ან მოსიყვარულე, მაშინ აი ეს უკვე შეიძლება გადაჭრით ითქვას, სათნოებებით გააწორთნილი გონება, სხეული და სული თუ არა გაქვს, ვნებებისაგან დაცლილი თუ არა ხარ, აი მაშინ მსგავსი ღვთისა ვერ ახარ. და თუ ესია, აი მაშინ ვერ ცხონდები. კი არ ვაგორობებთ ჩვენ აქ კეთილ საქმეებს. და რწმენა მაქვს და ნაშველი მაქვს, ამას კი არ ვლაპარაკობ ჩვენ. ჩვენ ორივეს ვაფასებთ, იმიტომ რომ განუშორებელია ერთი მეორისაგან, როგორც მაქსიმი ამბობს, როგორც თეოდორე ედესელი ამბობს. და უამრავი, რომელსაც ვერ ჩამოთვლით, იმიტომ რომ ეს აკადემია არ არის და სტუდენტები არ ბრძანდებით აქ. უამრავი წყაროა. კლემაქსი იოანეს სინელისა გადავსებულია ამით. ვნებებისაგან დაცლა, კეთილი საქმეები დასაჭიროა. ვნებებისაგან დაცლა და კეთილი საქმეებით ამის დაფარვა. ოღონდ კეთილი საქმე ჩემი ბუნებისეული მდგომარეობა უნდა გახდეს. მე უნდა ხვდებოდე ისეთი რა საქმესაც მე ვაკეთებ. ამას ქვია საქმეები და რწმენით გამართლება და ესე კი არა, რაც იურიდიული არის და მოგახსენეთ კიდეც. სათნოებებით ცხოვრება. მართლმადიდებლობა ამბობს სათნოებებით ცხონდები შენ. იმიტომ რომ ღმერთის მსგავსი ხდები კაცი. და ეს სათნოებები რწმენითა და საქმით კეთდება მხოლოდ და მხოლოდ. არც კეთილი საქმე, ათეისტია კეთილ საქმეს აკეთებს, ვერ ცხონდება. იმიტომ რწმენა არ აქვს ამ კაცს. რწმენა აქვს, როგორც პროტესტანტობა ამბობს. საქმეები არ აჭირდება, მსგავსი ღვთისა ვერ ხდები. ვინ გასწავლა ეს ერთი მოძღვარი მითხარი? მე პირადად ვეთყვი იმ პროტესტანტებს, ვინცაც დაუშვათ არიციან, წაიკითხონ მარკოს მონაზონი, ვინც ფიქრობს, შრომას ქვია, ვინც ფიქრობს, რომ ცხონდება საქმეების მიხედვით
სად შეგხვდებათ ის, რასაც პროტესტანტები ლაპარაკობენ. თითქოს პროტესტანტული ყაიდის ნაშრომი უნდა იყოს. ალბათ ამათ არ წაუკითხავთ ეს და თორემ მოიყვანდნენ იქიდან ციტირებას, მაგრამ ვერ მოიყვანდნენ თავის სასარგებლოდ. იმიტომ რომ მსგავსი რამ იქ არ წერია. და ეხლა დავასრულებ. ყოველთვის, რასაც ჩვენ წმინდა წერილში ვკითხულობთ, ყოველთვის მართლმადიდებლები იმიტომაც ვართ, რომ უნდა ეყრდნობოდეს ჩვენი ლაპარაკი, ქადაგება, დარიგება თუ რწმენა ზოგადად, ცხოვრება, რწმენითი ცხოვრება, წმინდა მამათა გამოცდილებას. და თუ ესე არ არის, ილაპარაკე ბატონო, რამდენს გინდა. ოღონდ შენ ნუ იტყვი, რომ მე ვარ მართლმადიდებელი კაცი. და თუ მართლმადიდებელი არ არის, მაშინ დასაჯერებელი და ავტორიტეტი საერთოდ არ არის ეს ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ძალიან მოკლეა ასეთ ადამიანთა საუბარი. დავასრულოთ, იმიტომ რომ შენ სულ სხვა გზით მიდიხარ. მე სხვა გზა მაქვს არჩეული. ეს არის და ეს. რომელი წმინდანი ამბობს ამას. და კონტექსტი მნიშვნელოვანია აუცილებლად. შეიძლება ესეც ხდება ხოლმე, რომ წმინდა მოძღვარი ერთ რამეს ამბობს და შემდგომ იმის შესავსებად ამბობს სულ სხვა რამეს. კონტექსტია მთლიანობაში მნიშვნელოვანი. ესეც კიდე სხვა საკითხია. ასე რომ აი ესეთი მდგომარეობაა მართლმადიდებლობის წიაღში. ორივე მნიშვნელოვანია, ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ. ორივე მნიშვნელოვანია არა იმ კუთხით, რაც ერთი მხრივ კათოლიციზმშია დაგროვება. არა მეორე მხრივ, რაც პროტესტანტობაშია მხოლოდ რწმენა. ამ კუთხით არა. რწმენა საქმეებში და საქმეები რწმენით გამტკიცებული, რომელიც შობს ჩემში სათნოებას, ღვთის მსგავსებას ჩემში. აი სათნოებების გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. ჩემი სიტყვები არ გეგონოთ. გადავსებულია ეს წიგნები, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. და არა მხოლოდ ეს. სათნოებების გარეშე, აბა როგორ ფიქრობთ, ათონის ბერები და ამხელა ტრადიცია და მოღვაწეობენ, ზოგს კუჭი აქვს დაავადებული მარხვით. პროტესტანტები დღეს სულელები არიან კაცო ესენი. რა არებს აკეთებენ? მაგრამ მამებმა იციან, რომ ბრძოლა ეშმაკთან ხდება ვნებების გავლით. ვნებებია ეშმაკები. და პროტესტანტობას ვნებები არც ესმის ეს კატეგორია საერთოდ რა არის. და სათნოებების არ ესმის შესაბამისად. რაზედაც დგას მთელი მართლმადიდებლობა. ვნებების დამარცხება, სათნოებების აღზევება. და რატო? და რითი ხდება? რწმენითა და საქმეებით. არ ვიცი, რამდენად ცხადა თქვი სათქმელი მაპატია თუ რაღაცა ვერ თქვი, მაგრამ მართლმადიდებლობა გამიჯნულია ამ ყველაფრისაგან. დაგლოცოთ ღმერთმა და გული გონიერი მოგცეს უფალმა. ჯვარი გეწეროთ.